ქართულ ბაზარზე ავსტრიული კომპანია Gebrüder Weiss-ი შემოდის. კომპანიის წარმომადგენლებმა ქართულ ბაზარზე შემოსვლის ოფიციალური პრეზენტაცია შეეტყვი მეტეხი პალატში გამართეს და საზოგადოებას საკუთარი საქმიანობის ისტორია გააცნეს. პრეზენტაციაზე Gebrüder Weiss-ისა და ეკონომიკის სამინისტროს შორის ურთიერთთამამშრომლობის მემორანდუმის გაფორმდა. მემორანდუმი საქართველოში გრძელვადიანი ინვესტიციების განხორციელებას, ლოგისტიკური ობიექტების მშენებლობას და რეგიონული საწარმოს დაფუძნებას ითვალისწინებს. Gebrüder Weiss-ის საქმიანობის ძირითად სფეროს სახმელეთო ტრანსპორტი, საზღვაო და საჰაერო ტვირთების გადაზიდვა და ლოჯისტიკა წარმოადგენს. კომპანიის ბრუნვა მილიარდ ევროს აჭარბებს და ევროპის წამყვანი სატრანსპორტო და ლოჯისტიკური კომპანიებში ლიდერის პოზიციაზეა. ხელმოვაწერეთ შეთანხმებას თანამშრომლობის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ლოჯისტიკური ცენტრისთვის მიწის შესყიდვას და შემდეგ სასაწყობო მეურნეობის მშენებლობას. კომპანია მოემსახურება საქართველოს და კავკასიას. გადაზიდვები კი საერთაშორისო მასშტაბით განხორციელდება. საქართველოს შევარჩიეთ, იმიტომ რომ ამ საქმის წარმოებისთვის კარგი გარემოა. ეს აჩვენებს, რომ სოფლიო კლასის საერთაშორისო კომპანიები ინტერესდებიან საქართველოს საინვესტიციო პოტენციალით და იმ შესაძლებლობებით, რომელიც არის ქვეყანაში. თავისთავად ის, რომ ეს არის ლოგისტიკური პროექტი, ძალიან მაღალი დონის და ძალიან დიდი, ნიშნავს იმას, რომ ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი საქართველოს როგორც რეგიონის ცენტრის სავაჭრო და ბიზნესის კეთების რეგიონის ცენტრად ჩამოყალიბებაში.